მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე პირველ ამ საკითხზე, პირველ შეხვედრაზე, პირველ სხდომაზე იანვარშიც ვიყავი, იმის შემდეგ მაშინ გადაიდო ეს გადაწყვეტილება მოგეხსენებათ. იმის შემდეგ ველაპარაკე ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, 5 თეთრით ტარიფის გაზრდა უპრეცედენტოა, ფაქტობრივად 30%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს რას ნიშნავს? ეს დაარტყავს არა მარტო იმ კომუნალურ გადასახადებს, დაარტყავს ზოგადად ცხოვრების დონეს. პირდაპირ ისედაც რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ისედაც რთული არის ხელმისაწვდომობა ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასების ზევით მიდის. იქიდან გამომდინარე ასევე, რომ იმპორტულ პროდუქციას მიაქვს და საქართველოს საერთოდ არაფერს არ აწარმოებს. მიაქვს და იტბორება რუსული პროდუქციით ქართული ბაზარი. ფასები ისევ ზევიდან მიდის. ამას ზევიდან 5 თეთრით კილოვატ-საათში გაზრდა ტარიფისა ნიშნავს, რომ გაიზრდება ყველაფერი, გაიზრდება პური, გაიზრდება ტრანსპორტი. ცოტა ხნის წინ გაიზარდა ბათუმში მაგალითად ტრანსპორტი. თბილისში არ გაიზარდა. თბილისში 1-2 წლის წინ გაიზარდა. ყველაფერი გაიზრდება. საყოფაცხოვრებო მომსახურების პროდუქტები, იმიტომ რომ იმისთვის რომ ნებისმიერი მომსახურება გაიცეს, უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. ეს რას ნიშნავს? ადამიანები, რომლებიც არიან გადარჩენის წინაშე, ქართველი ხალხი გადარჩენის წინაშე, არ ვიცი ახლა ამ ხალხს შეიძლება არ ესმის 15,000 ლარი როცა გაქვს ხელფასი, ხარ საქართველოს პარლამენტის წევრი მაგალითად, მოდიხარ თვეში ერთხელ და ხელს აჭერ ღილაკს. ხო შენ ვერ გაიგებ საქართველოს მოსახლეობა რა დღეშია და რა მოუვა, როდესაც მას გაუძვირდება ყოველდღიურად სადილი, რომელიც სახში უნდა გააკეთოს. ეხლა მთავარი მაგათი არგუმენტი რა იყო და ამაზე საერთოდ გავგიჟდი. თურმე ინვესტიცია უნდა გააკეთოს კომპანიამ შემდეგი 5 წლის განმავლობაში. და ეს ფული ჯერ წინასწარ, ესე იგი ნისიად, წინასწარ ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღოს. მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გავიგეთ თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი, იცი ვისგან? ადამიანისგან, რომელიც კორუფციისთვის დღეს რაღაცა დაახლოებით რამდენიმე წელი მიესაჯა მურუსიძის სასამართლოს მხრიდან, რომეო მიქაუტაძეს გულისხმობ. ანუ სფეროში, რომელიც ჩაძირულია კორუფციაში, არც ერთი ისეთი სფერო, ქალბატონო ანა, არ არის ჩაძირული კორუფციაში. და ამას საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, მე კი არა, იბარებენ იმისავით, რა ქვია, ყოველ ორ შაბათობით ვიღაცას სწორედ ენერგეტიკასთან დაკავშირებით. ამ სფეროზე გვეუბნებიან ხალხი, რომელიც 5 წელიწადში ამ კომისიაში კი არ იქნება. სადვეძებო ეს კომისიის წევრები, რომ დავინახავთ, რომ ის ინვესტიცია, რომელსაც დაგვირდნენ, ეგრე ნამახვან ჰესეც დაგვირდნენ ინვესტიციას და ნახეთ ახლა, კიდე ჩვენ დავზარალდით, კიდე ჩვენ უნდა გადავიხადოთ ის ჯარიმა, რომელიც სახელმწიფოს ეკისრება, იმიტომ რომ ვიღაცა თაღლითმა თავის დროზე არასწორი ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კი ბატონო, ქალბატონო ანა, რა არის მაშინ ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რამე ტიპის ალტერნატივა თქვენ შესთავაზეთ ტარიფის ზრდის ნაცვლად დღეს ხდომაზე, სემეკის თავმჯდომარეს ან თანამშრომლებს? მე მინდა გითხრათ, რომ მათი მთავარი არგუმენტი არის და ეს არგუმენტი არ გამაგონოს საერთოდ ვინმე ეთერში კი არა და მოვიდეს და სიამოვნებით გაუბათილებ, რაც არაერთხელ გამიკეთება იმ ხალხს, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ ნამახვანის ხელშეკრულება კარგი იყო. ეს ხალხი ასევე დღეს გამოდის და გვეუბნება, რომ მოხმარება იზრდება, ქვეყანა ენერგო დამოკიდებულია რუსეთზე კონკრეტულად და ამისთვის თურმე ვიძულებულნი არიან, რომ ტარიფი გაზარდონ. და ამის პარალელურად თვითონ პანტაპოტით ციხეში აყუდებენ ხალხს, რომელმაც მილიონობით ფული მოიპარა ჰესების საკითხში. როგორ შეიძლება, რომ ვიღაცა ჩინოვნიკმა, რომელიც 100,000 ლარიან დაბადების დღეს უხდიდა თავის წოლს, ჰესებიდან ფული მოიპაროს, ციხეში ჩასდეს და ამის გადასახადით საქართველოს მოქალაქეებმა და ეთერიბებიამ გადაიხადოს. როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც მე დავინახავდი, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ხალხი პატიოსანია, კორუფცია არ არსებობს, მართლა ენაგადმოგდებული დარბის ხელისუფლება, რომ მოხმარება შემცირდეს.
კი ბატონო, მოვისმენდი მათ არგუმენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც თუ ვინმე ამ ხელისუფლების პირობებში ზის ციხეში, ეს არის ენერგეტიკის სფეროა. თავისე მე ხო არ ვამბობ, თვითონ გვეუბნებიან ლევან დავითაშვილი ყავდა აგერ და სუსმა გამოაქვეყნა განცხადება, ეს კაცი გასაუბრებაზე კი არ იყო, დაკითხვაზე იყო მოსულიო, რასთან დაკავშირებით? ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. და ჩვენ გსჯიან, ხვდებით, სფეროში, სადაც თვითონ იპარავენ მილიონებს. თურმე ამის ფასი უნდა გადაიხადოს რაღაცა ნიკომ, სკოლის მოსწავლემ, რომელსაც ჩანთის ფული არ აქვს, რომ სექტემბერში ახალი ჩანთით წავიდეთ. ამიტომ ეს ამ საუბარში შეყოლა შეიძლება იმ ხელისუფლებაზე, რომელიც არ არის ჩაძირული კორუფციაში და ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა ხელისუფლება, რომელიც ხაპავდა და ხაპავს მილიონებს, სჯის ხალხს ფეოდალური ჰესები. უკაცრავად ახლა ჰესს რო აშენებენ გურიაში, აგერ ჩოხატაურის რაიონში, რო აშენებენ ჰესებს, ეს იყო თვითონვე მიხვდნენ. აბა რატოა ღარიბაშვილი დაჭერილი? რატოა ბურჭულაძე დაჭერილი? თვითონ იციან რომ ეს ფეოდალური ჰესები იყო. ვიღაცა პულიანი ტიპი ჩემ მდინარეში ჰესს გავს და იქიდან ფულს ხაპავს და აქედან ატკატი მიქონდა ზემოთ სამინისტროში. და ეხლა თურმე ჩვენი პრობლემა ყოფილა, ჩემი ოჯახის და თქვენი, რომ ელექტროენერგია უნდა გაძვირდეს და ეს ზედმეტი ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. უფსკული არის. ქართველი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ აი ზოგადად ქვეყანაში საარსებო კრიზისი ეწევა მას რეალურად გადარჩენისთვის იბრძვის მოქალაქეები და მთლიანად იმ სისტემის ბრალია, რომელიც ჩვენს წინაშეა. კი ბატონო, და ქალბატონო ანა, დღეს ასევე გავიგეთ, რომ აი ელექტროენერგიის ფასის ზრდის პარალელურად, რომ დავპირდა მანამდე ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ პროდუქტებზე შეამცირებდა ფასებს, რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ საპირისპირო სურათი მივიღეთ, ამას აღნიშნავენ თავად მომხმარებლებიც, რომ პროდუქციის ფასის შემცირების ნაცვლად პირიქით გაიზარდა. და დღეს დაგვიანონსეს, რომ ეხლა მედიკამენტების ფასის შესწავლას იწყებენ. როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა პოლიტიკა არის თუ არა ფასადური, აი ეს კომისიები, რომელიც მუშაობენ იგივე სამთავრობო დონეზე იქნება თუ საპარლამენტო დონეზე, იმიტომ რომ აი აპრილისთვის უკვე როგორც ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა რაღაც ერთგვარი დედლაინივით განსაზღვრა, რომ აპრილში თითქოს მომხმარებელი რომ შევიდოდა მარკეტში, მას შემცირებული ფასები დახვდებოდა, მაგრამ საერთოდ სხვა რეალობა მივიღეთ. ეს არის რაღაცა, ესე ვთქვათ, ფასადური მუშაობა, რაღაც PR კამპანიის ნაწილი და მათი მხრიდან ჩვენება, რომ რეაგირებენ იმ სოციალურ გამოწვევებზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, თუ რეალურად უნდათ და ვერ ახერხებენ, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე? ჩვენ უნდა შევხედოთ, აი ორ ჯგუფთან მქონდა შეხვედრა ამ დღეებში და უნდა შევხედოთ, რომ მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ეს საუბარი ფასებზე, ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის ვითარება გაუარესდა. დღეს აი კონკრეტულად ორი ჯგუფი, ეს არის ტურიზმი, მეორე ვისთანაც შეხება მქონდა, ეს არის თაფლის მწარმოებლები მაგალითად. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თუ რაიმე შემოსავალი ქონდა ამ ხალხს, ისიც აღარ აქვს. ანუ არათუ ცხოვრება გაუმჯობეს და სულ ზღაფავენ 10-15 ლარი შეიძლება არ ქონდეს რესტორატორებს. სასტუმროს წარმომადგენლებს. რატომ? იმიტომ რომ მთელი ჩვენ ეკონომიკაში სამუშაო ადგილები არ არის, ქარხნები არ გახსნილა, ახალ წარმოება არ შექმნილა, დამოკიდებული ვიყავით ტურიზმზე და აი ერთ თვეში შეიძლება მთელი სფერო გაგიჩერდეს და გაგინადგურდეს, რაც ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ხა თქვენ მე მითხარით, როდესაც სხვა ქვეყნები, ევროპული ქვეყნები კონკრეტულად გამოდიან და ამბობენ, ამ ინდუსტრიას ამ ნაბიჯით დავეხმარებ, იმ ინდუსტრიას ვაუჩერებს დაურიგებ, იმ ინდუსტრიას შეღავათებს გავუკეთებ. ერთი სიტყვა მაინც ხსმენიათ ამასთან დაკავშირებით, არაფერი. არაფერი, იმიტომ რომ აი ყოველდღიური გამოწვევა გადარჩენის და თუნდაც სასტუმროების ასოციაციას, რესტორატორების ასოციაციას, ელემენტარულად სოფლის მეურნეობის, აი თაფლის მწარმოებლები ამბობენ, რომ უზარმაზარი რაოდენობა გადიოდა ექსპორტით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და ეს ყველაფერი გაჩერდა. ამ ხალხს ხო აი ახლა ცოტა ხნის წინ იყო ისანში ზუსტად თქვენი ტელევიზიის გვერდზე უზარმაზარი გაფიცვა ეუბნებიან უნდა დაიკეტოს რაღაცა შემკეთებელი პუნქტი და ეს ხალხი ამბობს რომ კი დავიკეტები მაგრამ სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არ არის და რა ანუ შენ მაიძულებ რომ რა უნდა წავიდე მაინც და დავტოვო ცოლიდაშვილი ქუჩაში იმის ანაბარა რა ქვია ბედის ანაბარა წინამდვილეში ანტიქართული პოლიტიკაა
ქვეყანაში არის ანტიქართული პოლიტიკა. როგორც გინდა შეღებონ, რამდენიც გინდა იმდენი კომისია მოაწყონ. რამე ესმის ხალხს აქედან ამ კომისიიდან სპექტაკლია 1, 2, 3 გაპრანჭული სპექტაკლი, შედეგი არის ანტიქართული პოლიტიკა. მაგალითს გეტყვით. წელს რეკორდულად მცირე შობადობის მაჩვენება, რეკორდულად. ანუ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში. ეხლა მეტი დიაგნოზი აღარ გინდა და ადამიანს რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, ამას გეუბნებით. რა მეტი დიაგნოზი უნდა ქართულ ხალხს, რომ ეგ ხდება ზუსტად. კი ბატონო, რა უნდა იყოს მაშინ ქალბატონო ანა თავად მოსახლეობის, ანუ აი საზოგადოების მხრიდან, არ ვიცი, სათანადო პასუხი აი ამ ყველაფერზე, იმ სოციალურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და თქვენ თუნდაც როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, რას თავაზობთ? აი, როდესაც გესაუბრებიან ამ შინაარსის პრობლემებზე, თქვენ გამოსავლად რას თავაზობთ მათ? ნახეთ, მე დარწმუნებული ვარ, ვიცნობ რა ქართულ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი პასუხი, შესაბამისი შესაძლებლობის დროს იქნება. რომელია ეს შესაბამისი შესაძლებლობა? გეტყვით. კი, ბიბლიაში არის ნათქვამი, ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, რომ ყველაფერს აქვს თავის დრო. ყველაფერს აქვს თავისი ჟამი, არის გრევის ჟამი, არის შენების ჟამი, არის ცვლილების ჟამი, არის გაბრაზების ჟამი. იქნება თავისი დრო, თავისი შესაძლებლობა. ჩემზე კარგად აი გეუბნებით, ჩემმა მეზობელმა ბზია დეიდა მიცის, როდის იქნება ამის დრო. თავარი რა არის? რომ დღეს თუ ვინმეს გონია, რომ 5 წელიწადში ეხა ჩვენ და მე მაგათ ვერ მოუძებნი, ხო, იპოვეს იმისი, რა ქვია, ამათაც კი ამ ოროსნებმა იპოვეს იმაში ბარსელონაში იმისი ბურჭულაძის სახლი ვიღაცაზე გადაფორმებული. ამათაც კი ვერავისთან ვერ მუშაობენ, ინტერპოლთან ვერ მუშაობენ, ვერავისთან ვერ მუშაობენ. ასე ვიპოვით ყველას, აი როგორც გოლდამიერმა თქვა, ვიპოვით ყველას, აი ოპერაცია ქონდა მაგას ბაიონეტი ერქვა სხვათა შორის. ვიპოვით ყველას, ვინც დღეს აი პატარა ბავშვს, რომელიც სკოლის ჩანთას ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ შუქი არ ჩაუქრეს, იმას თავის დროზე ვიპოვით. გეუბნებით, აი ღვთისგან არის დაწესებული. ყველაფერს აქვს თავის დრო. კი ბატონო. მადლობა ქალბატონო ანა მანადოლიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.